ჩილეში წავედით, იმიტომ რომ ბავშვი გაგვეჩინა იქ. ეს მეორე ქორწილი მას გულისხმობ? ხო, მე და ანიკა. ეგ ის პერიოდია, როცა აქეთ აფთიაქი, ახალდაწყებული გვაქვს, მაშინ არ ვიცი ეს ეკონომიური სტარტაპის მეთოდები, არაფერი არ ვიცი, ყველა ფული ამაში მაქვს ჩადებული. მანამდე რაღაცა თემა დავიწყე, ლოკოკინების ფერმა და ყველაფერი იქ არ იყო ჩადებული, მაგრამ რაც იყო ჩადებული აბსოლუტურად ვიზარალე. ჩილეში რო წავედით როგორ დაზოგილი ფულით, იცი? აეროპორტში რომ მივდიოდით, ამ ხელა რაღაცა რკინა ამომიღეს ჩანთიდან და ეს რა რკინა არისო, წვენსაწურია მეთქი რა. და რა წვენსაწური მიმხონდა ჩილეში, რომ მეთქი რო გავიჭედო, არ ვიცი, ფეხბზიმე მეუღლესთან ერთად მივდივარ. რო გავიჭედო, ქუჩაში დავდგები, გავწურავ ფორთოხელს. ანუ არ მაქვს პრობლემა ის რომ რაღაცა სადღაც ჩავიდე და სანამ აზე მოვალ რაღაცა უცებ ვერ უზრუნველყო, რომ ჩემი თავი ნებისმიერი შრომით რა. ბავშვი გავაჩინეთ იქ, იმიტომ რომ ჩილე იძლევა ორმაგ მოქალაქეობას და ისე რომ საკუთარზე უარს არ ამბობ, გაქვს მეორე პასპორტი, მთელ მსოფლიოში ღია გაქვს რა, ბავშვის პერსპექტივა აქვს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სიერა ლეონეში, არა, მაგრამ კანადა, ამერიკა, იაპონია, ესეთ ქვეყნებში რა. ამ მიზნით წავედით ჩილეში. და უკვე ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ ფინანსებში უკვე ცუდად ვართ რა. იქედან რომ დავუბრუნდით, იქაც იყო საუბრები, ანიკამ რამდენიმეჯერ ყური მოკრა ჩემი და ჩემი დამკვეთის საუბარს სარეკლამო ჩანთებს ხიდულობს რა ჩემგან. მაგრამ ჩვენი საუბარი ძირითადად საქმის შემდეგ გადადიოდა მარკეტინგის სტრატეგიაზე და გაყიდვებზე და ასე შემდეგ, ბუნებრივად რა მეგობრებთანაც, დამკვეთებთანაც და ასე შემდეგ. და არაერთხელ ხონდა ნათქვამი, რომ შენ საუბრებს ჩავიწერ ხოლმეო და გავყიდიო, იმიტომ რომ რასაც შენ ესე უბრალოდ აზიარებო, თან მარკეტერი, ნეიდო მარკეტერია ნიკაც. აი ეგ არის სწავლებაო რა, წიგნებში მინახავს კი რაღაცა ფრაგმენტები მინახავს, მაგრამ ეს ადამიანურ ენაზე ახსნილი ესეთ მარტივი რაღაცა სოლუშენებია, უნდა ჩავიწერო და გავყიდო.